ჩემი ყველაზე უარესი სიზმრები ამ ჩვენ თავარ მიზანთან დაკავშირებით, ამ ხალხთან დაკავშირებით ახდება. ან ჩვენ ყველანი ერთად დავუბრუნდებით ჩემი და თქვენი სიზმრების სოხუმში. ჩვენ ყველანი ერთად გავაერთიანებთ საქართველოს შეხვედრით დავით აღმაშენებლის ქვეყანას ხელახლა. ჩამოვიდნენ ევროკავშირის წევრი ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს პრეზიდენტები. ლიტვისა და პოლონეთის პრეზიდენტების ვიზიტი და მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან ლეხ კაჩინსკი დღეს ოპოზიციასაც შეხვდა. ეთერში კურიერი 9 საათზე დიანა ჯოჯუასთან და ზაალო გომაშვილთან ერთად. მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამოს მშვიდობისა. ნაციონალური მოძრაობის მეორე ყრილობა მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა. ორი პრეზიდენტი თბილისშია, ევროპელი ლიდერები არჩევნების წინ მხარდაჭერას საქართველოს პრეზიდენტს უცხადებენ. ნაციონალური მოძრაობის მასშტაბური ყრილობა სპორტის სასახლეში დარბაზში დღეს სრული ანშლაგი იყო. 15000 დელეგატი, დიპლომატები და საზოგადოების ცნობილი სახეები. მმართველი პარტიის შეკრების მთავარი მიზეზი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერა იყო. შტამბეჭდავის სანახაობა და პოლიტიკური მიმართვები თბილისის მერი პარლამენტის თავმჯდომარე და ახალი პრემიერი დღეს ტრიბუნასთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. არჩევნების წინ მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის გაკეთებულია. ნაციონალური მოძრაობის ყრილობას დღეს თამარ ბაღაშვილი ესწრებოდა. თამარ გისმენთ. დღეს 3 საათისთვის სპორტის სასახლეში უკვე აღარ იყო არც ერთი თავისუფალი ადგილი, დაახლოებით 15000 ადამიანი ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობის მეორე ყრილობას, სადაც მიმართვები და გამოსვლები ისმოდა მხოლოდ ქართულ ენაზე, თუმცა ყრილობის ორგანიზებაში ამერიკული სტილი აშკარად იგრძნობოდა. დროშების სცენა, დიდი მონიტორი, ბუშტები და სპეცეფექტები ნაციონალური მოძრაობის ამერიკული სტილით ორგანიზებული მეორე ყრილობის დეტალები იყო. დღის 3 საათისთვის სპორტის სასახლეში თავისუფალი ადგილები აღარ დარჩა. ყოფილი და ახალი პრემიერებით, მთავრობის და პარლამენტის გუნდით, თბილისელი და რეგიონებიდან ჩამოსული დელეგატებით, პრეზიდენტით და პრეზიდენტობის კანდიდატით, ნაციონალური მოძრაობის მეორე ყრილობა თბილისის მერმა გახსნა. ჩვენ აქამდე ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, ვიბრძოდით ჩვენი ხალხის ხმების მოსაპოვებლად. დღეიდან, დღეს ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხის, სულის, ჩვენი ხალხის გონების მოსაპოვებლად. დღეიდან ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხის გულისთვის. დღეიდან ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს გულისთვის. და ეს გზა არის გამარჯვების გზა. დღეს სააკაშვილის მხარდაჭერა ნიშნავს საქართველოს მხარდაჭერას. ახალი პრემიერი ტრიბუნიდან, ძველი კი პარტერიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოდიოდნენ. აქ ვარ, შესაბამისად, მხარდაჭერას გამოვხატავ ჩვენი კანდიდატის მიმართ. დიდი მადლობა. ჩვენ დღეს გევართ ძალიან საინტერესო ორი ეტაპის გასაყარზე. პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ გავლეთ, ეს იყო ის ბოლო 4 წელი. ძალიან სწრაფის და ძალიან ბევრი რეფორმა, ზოგჯერ მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი უკეთესი მომავლისათვის. ეხლა შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე აუცილებელია და ამაზე უკვე თბილისის მერმაც ისაუბრა ჩვენი სოციალური პოლიტიკის კორექტირება, ეს პირველ რიგში. ახალი სოციალური პოლიტიკა შემდეგი 1, 2, 3, 5 წლის მანძილზე მიხეილ სააკაშვილის მეორე ვადის დროს ეს იქნება ამოსავალი ჩვენი შემდგომი ქმედებებისა. ლადო გურგენიძის შემდეგ ტრიბუნასთან პარლამენტის თავმჯდომარე მივიდა. ის რეფორმები, რომლებიც 4 წლის განმავლობაში განხორციელდა, ის სირთულეები, ის პრობლემები და რა თქმა უნდა შეცდომებიც, რომლის გარეშეც არ არსებობს არანაირი განვითარება, არ უნდა აყენებდეს და ვერ მიაყენებს ვერანაირად ჩრდილს იმას, რაც 4 წლის წინ მოხდა. იმიტომ რომ სწორედ 4 წლის წინანდელმა არჩევანმა მოგცა შესაძლებლობა, რომ აგვერჩია განვითარების სწორი გზა, აგვერჩია რეფორმების მტკივნეული, მაგრამ სწორი გზა, აგვერჩია დემოკრატიული ფასეულობების გზა, რომელიც არ არის მარტივი, რომელიც არ არის უმტკივნეულო. ყრილობა ვარდების რევოლუციის მე-4 წლის თავზე განვლილი 4 წლის შეფასება და самомავლო гегмების декларировка იყო. Я лично сам готов поддержать человека, президента Грузии, который взял на себя эту ответственность, эту тяжелую ношу вот в сегодняшней нашей как бы исторической эпохе. И подчеркнуть и поддержать это, стать рядом с ним и сказать, да, мы готовы рядом с тобой жить и дальше проводить эти реформы. ეს დღე არ არის მხოლოდ ამ შემთხვევაში ეს არის პარტიის ყრილობა აქ, მაგრამ ეს დღე არ არის ჩვენი პარტიის ზეიმი მხოლოდ, ეს დღე არის მთელი საქართველოს დღესასწაული და
მე პოლიტიკური თვალსაზრისით დღე მაქვს ხედელობაში, არა მხოლოდ რელიგიური დღესასწაული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები აღნიშნავენ და იზეიმებენ ამ დღეს, როგორც მათი საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის დაბადების დღეს. ჯერ კიდევ ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამ გზაზე ძალიან ბევრი პრობლემა იყო, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პრობლემებს ჩვენ მოსახლეობასთან ერთად გადავლახავთ. ყრილობის დასასრულს პოლიტიკური სოლო გამოსვლები პოლიტიკოსების გუნდურმა სიმღერამ შეცვალა. დღეს პარტიის ყრილობას ესწრებოდნენ ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ერთადერთი დიპლომატებიდან, ვისაც არ მიუღია მიწვევა ყრილობაზე დასასწრებად, ეს იყო რუსეთის ელჩი. დღეს მოლოდინის მიუხედავად არ ყოფილა არც ერთი ლოზუნგი გახმაურებული მმართველი პარტია საარჩევნო სლოგანს და საარჩევნო კლიპის პრეზენტაციას მხოლოდ მას შემდეგ მოახდენს, რაც მიხეილ სააკაშვილი უკვე ოფიციალურად საპრეზიდენტო კამპანიას დაიწყებს. დიდი მადლობა თამარ, პირდაპირ ეთერში თამარ ბაღაშვილი საუბრობდა. დღევანდელ ყრილობაზე მთავარი პრეზიდენტის გამოსვლა იყო. დღეს ჩვენი სამშობლოსთვის სიმართლის მომენტი გადამწყვეტი წამიდგება. ყველა მივიღეთ მთავარ გადაწყვეტილებას იმაზე შედგება თუ არა საქართველოს და გვექნება თუ არა მომავალი, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა სპორტის სასახლიდან დღეს ოპოზიციასაც მიმართა, თუმცა ყველაზე ემოციური გამოსვლის ის ნაწილი იყო, სადაც მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთსა და საქართველოს გაერთიანებაზე საუბრობდა. მე მინდა ხოლო სცენაზე ამოვიდეს და ჩემ გვერდზე დადგეს დიანა ღურცკაია ასევე, იმიტომ მინდა ჩემი გამოსვლა მას მე მინდა მიუძღვრა ჩემი გამოსვლა მას და აფხაზეთთან დევნილს 400,000-ზე მეტ ადამიანს, ისევე როგორც თითოეულ თქვენგანს, მთელ საქართველოს. 40 წუთის განმავლობაში დიანა ღურცკაია პრეზიდენტს გვერდიდან არ მოსცილებია. მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსული მომღერალი დღეს სპორტის სასახლეში 100,000-ობით დევნილს წარმოადგენდა. პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის მთავარი გზავნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო. ჩემთვის არც სავარძელი, არც რეგალიები, არც ტიტულები, ეს არაფერი არ არის. ჩემთვის არის მხოლოდ ერთი რამ, ქართველი ხალხი და მისი უზენაესინება. ჩემი ცხოვრება არა მხოლოდ ჩემი პრეზიდენტობა, ჩემი ცხოვრება ყოველგვარ ას კარგავს. თუ ჩვენ ვერ აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და თუ ჩვენ ვერ შევძელით საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და ევროპული დონის ცხოვრების შემოტანა საქართველოში. მიმართა ოპონენტებს პრეზიდენტისათვის ისინი ქვეყნის მტრები არ არიან. ჩვენ დავდექით ბოლო დღეებში დიდი განსაცდელის წინაშე. საქართველო მიდიოდა დაწერილი სცენარის ყველა პუნქტს ვასრულებდით, როგორც დაგვიწერეს გამოცდილმა ამ საქმეში ხელგაწაფულმა რეჟისორებმა და დრამატურგებმა. მაგრამ ქართველები ცნობილი არიან თავის იმპროვიზაციით და მოხერხებულობით. დაუძვერით ხელიდან, დროზე დაუძვერით ხელიდან მათ. მაგრამ მათი ხელები ჩვენზე ჯერ კიდევ გაშვებული არ აქვთ. ჩვენ ყველა ჩვენ ოპონენტს უწვდით ხელს. მე საქართველოს შიგნით ტრები არ ამყავს. ჩვენ საქართველოს შიგნით ტრები არ აქვს. ბევრი გზაბნეული ადამიანი შეიძლება იყოს. ბევრი კითხვაა გასაცემი. სხვადასხვა სპეცსამსახურებთან ურთიერთობის და ასე შემდეგ. მაგრამ ყვაპატიოთ ყველამ ერთად. მიუტევოთ ერთმანეთს ეს. ეს არ არის მთავარი, იმიტომ რომ ისედაც ცოტანი ვართ ხალხო. თითოეული მათგანი საქართველოს სახელის გვარის მატარებელია და ჩვენ არ გვინდა არც ერთი ამ ადამიანის დაკარგვა. ჩვენ ხელს უწყდით ყველა პოლიტიკურ ოპონენტს. მე თვალს ხუჭავ და ყურს ვარავ ყველანაირ წენაზე და ყველანაირ პირად შეურაცხყოფაზე. ყველაფერი თქვენს ამ დღეებში, ჩემ ოჯახზე, ჩემ ცოლზე, ჩემ შვილებზე, თქვენ ოჯახებზე, თქვენ ყველაფერს დავივიწყოთ. იმიტომ რომ ყველაფერი ცუდი ჩვენ უნდა დავივიწყოთ თუ გვინდა რომ გქონდეს უკეთესი მომავალი. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ადამიანები, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ქართველები. ყრილობაზე წარმოდგენილი სახელმწიფო გუნდი, მათი ერთიანობა, მათივე ლიდერის სიამაყის საფუძველია. 4 წლის წინ ყველა გვიწინასწარმეტყველებდა, მალე დაიშლებიან, მალე დაირღვევიან, მალე შეილახება მათი ერთობა. აბა როდის გაიქცევა ნინო ბურჯანაძე და ხოდა 2 თვეში თუ 3 თვეში თუ 5 თვეში. ნინო ბურჯანაძეს უკიდია კაბინეტში მარგარეტ ტეჩერის სურათები. რკინის ლეიდის. მართალი გითხრათ ბოლო დღეების შემდეგ მე ტეჩერს ვიცნობ, მეც და ნინოც იცნობს და ძალიან გვიყვარს და შევხვედრი ვართ. და ძალიან გვემეგობრება და
ბევრი ხარდაჭერით სიტყვა მოусმენია მას და მე ჩემგან. მაგრამ ჩვენ დავწმუნდით, რომ ნინო ბურჯანაძე თუ კი რამე ფოლადი არსებობს სოფლიოში, ყველაზე მაღალი ყალიბის ფოლადისგან არის დამზადებული მისი ნერვები და მისი პოლიტიკური წამსი. ყრილობის VIP სტუმარი ლეხ კაჩინსკი პოლონეთის პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე პროტოკოლის გვერდის ავლით მოხვდა, იმის დასტურად, რომ პრეზიდენტის მხარდამჭერია. არის მცდელობა, რომ დაარტყან ჩვენ ერთიანობას და დაარტყან ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერას. საქართველო მოაქციონ იზოლაციაში და მე მინდა ვთქვა, დღეს აქ იმყოფება ეს პოლონეთის პრეზიდენტი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული სახელმწიფოს პრეზიდენტი. ევროპის ყველაზე დიდი მებრძოლი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ლეხ კაჩინსკი. და ეს არის ჩვენი პასუხი მათთვის, ვისაც უნდა საქართველოს იზოლაცია და ევროპიდან ჩამოშორება. ეს არის ევროპის პასუხი საქართველოს ხარდასაჭერად. როცა სისუსტეებსა და გადაცდომებზე საუბრობს, სააკაშვილი საკუთარ და თავისი გუნდის შეცდომებსაც აღიარებს. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ საკუთარი ნაკლი და შეცდომები. ჩვენ ვართ ახალგაზრდა რევოლუციური მთავრობა. ჩვენი გულები ანთებული არ წვენით, ჩვენი ენერგია ბობოქარი ოკეანეა. ჩვენ წინაშე არ არსებობენ გადაუჭრელი პრობლემები, დაუძლეველი ბარიერები, მიუწვდომელი მწვერვალები. ჩვენ სუთქავთ საქართველოს სიყვარულით, ცოცხლობთ მისი გამარჯვების წმენით და მის გადასარჩენად მზად ვართ თვალის დაუხამხამებლად გავწიროთ თავი. ჩვენ ვართ იდეალისტები და ჩვენ ვართ მაქსიმალისტები. ეს არის ჩვენი პარტიის მთავარი ძალა და უპირატესობა. ახალი ქართული არმია, ეკონომიკური რეფორმები, განათლების სისტემა, რკინიგზა ევროპისკენ, ქალაქების რეაბილიტაცია. მიხეილ სააკაშვილის სურვილია ყველა ამ რეფორმის შედეგი საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს. ეს ყველაფერი არ არის გამოც საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ 5 იანვარს საქართველომ მას მხარი კიდევ ერთხელ უნდა დაუჭიროს. მე მესიზმრება ყველაზე უფრო ხშირად სოხუმი. მე მესიზმრება სოხუმის სანაპირო. მე მესიზმრება ჩვენი სახლი, რომელიც დაგვრჩა იქ ეშერასთან. მე მესიზმრება სოხუმის კაფეები და მე მესიზმრება ერთი და იგივე კოშმარი, რომ მე ჩავედი სოხუმში და თავისუფლად ვერ გამოვდივარ. რომ მე ჩავედი სოხუმში და ვიღაცეები ცდილობენ გზა გადამიკეტონ. რომ მე ჩავედი სოხუმში და ვიღაცეები მეუბნებიან, რომ იქიდან უნდა წავიდე და სამუდამოდ მივატოვო იქაურობა. 5 იანვარს ან ჩვენ ამ გზას გავხსნით, როგორც გავხსნით გზა ჩოლოქზე, ან ჩვენივე ხელით სამუდამოდ ჩავკეტავთ. მე მინდა ეს ყველამ კარგად დავიმახსოვროთ. 5 იანვარს ან ჩემი ყველაზე უარესი სიზმრები ამ ჩვენ თავარ მიზანთან დაკავშირებით, ამ ხალხთან დაკავშირებით ახტება, ან ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით ჩემი და თქვენი სიზმრების სოხუმში, ჩვენ ყველანი ერთად გავაერთიანებთ საქართველოს, ჩვენ შევხვდით დავით აღმაშენებლის ქვეყანას ხელახლა. არსებობს ძალიან მარტივი და მოკლე გზა. დავნებდეთ, შევუერთეთ რუსეთის ფედერაციას, ვაღიაროთ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, უარი თქვა ჩვენ ტერიტორიებზე და მაშინ არ იქნება პროვოკაცია, იქნება სიმშვიდე და სიწყრა და შეიძლება სხვამა ბევრმა ვიღაცამ შეგვაქოს. ჩვენ მზად ვართ ნაციონალურ მოძრაობა ამ გზაზე ვიაროთ. მაშინ წინ გამარჯვებებისკენ. ოპოზიციის მისამართი გაკეთებული განცხადება მისაღები მხოლოდ ბრეწველებისთვის აღმოჩნდა. ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები პრეზიდენტის წინააღმდეგობას არ იღებენ. მათი განცხადებით მიხეილ სააკაშვილის სიტყვები 7 ნოემბერს უნდა ეთქვა და არა საკუთარი პარტიის ყრილობაზე. მას პირველ რიგში უნდა ეკითხა, ხალხი არის თუ არა მზად მიუტევოს ძალადობა, ქიმიური იარაღი, ბიჭების დახოცვა, სამსახურის წართმევა, სახკარის დანგრევა და საკუთრების ხელყოფა, ქვეყნის ზიავარქმნა, დიქტატურის დამყარება. აი ეს უნდა ეკითხა, რომ ხალხო მზად ხართ ეს მაპატიოთ და მე გაეგო ხალხის პასუხი. რაც შეეხება პირად ცხენას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რაც ქართულ ხალხს გაუკეთა, ქართველი ხალხი ვერ დაუვიწყებს. შერიგების დრო ახლა არის არჩევნების დრო. შერიგების დრო იყო 2-ში, 3-ში, 4-ში პრეზიდენტ სააკაშვილი აგვიანებს. სააკაშვილმა აპატიოს თავის გარემოცვას თუ ამის შესაძლებლობა ექნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 5-ის მერე მას ამის შესაძლებლობა არ ექნება და რაც თავარია დარწმუნებული რომ ქართველი ხალხი ნამდვილად არ აპატიებს იმას, რაც მან ჩაიდინა უკანასკნელი წლების მანძილზე და განსაკუთრებით 7 ნოემბერს. ამ ყველაფერს ჩვენ სააკაშვილს არ შევარჩენთ, ეს არის ფაშისტური რეჟიმის მეთაური და მისი მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება იმ ფონზე, როდესაც ეხლაც მიმდინარეობს უდანაშაულო ადამიანების სასამართლო პროცესები არის მხოლოდ და მხოლოდ ცინიზმი. ამიტომ
ამიტომ ამ ცინიზმისთვის, ამ ფაშიზმისთვის, ამ ძალადობისთვის და ამ სისასტიკისთვის ქართული ხალხი მას პასუხს მოთხოვს 5 იანვარს. მივისალმები ამისანა მოწოდებას, თუ კი იგი დარწმუნებულია იმაში და ძალიან კარგი თუ დარწმუნდა, რომ ქვეყნის შიგნით მას ტრები ნამდვილად არ აყავს. მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ მოეგოს გონს და შეწყვიტოს, ესე ვთქვათ, დევნა, რეპრესიები ოპოზიციის და განსხვავებული აზრის მქონეების. აი ეს არის ჩემი ერთ-ერთი მოწოდება. ამას არ ჭირდება პრეზიდენტის გამოსვლა და მისი მამაღალი განცხადებები. ამას ჭირდება კონკრეტული საქმეები. საქართველოში მტრები ელანდება სწორედ ხელისუფლებას. ასე რომ თუ მათ ეს აღარ ელანდებათ, ეს მათთვისაა კარგი. დღეს ოპოზიციის წარმომადგენელმა ის მომღერლებიც გააკრიტიკა, რომლებიც სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ. ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ცნობილი სახეების ნაკლებობას არ განიცდიდა. ეს განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, როდესაც ყველა ერთად სცენაზე ავიდა. ოვაციები დღეს ბევრი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიანა ღურცკაიამ სცენის დატოვებაზე უარი თქვა. მასწავლებლის საშუალო ხელფასი მომავალში მასწავლებლის საშუალო ხელფასი ყობა შეუდგა თავის უშუალო მოვალეობის შესრულებას. ტაშით სპორტის სასახლის 15,000 დელეგატი დიანა ღურცკაიას გადაწყვეტილებას შეხვდა. იმ ხელაზე ბედნიერი ვარ დღეს ამ ღირსშესანიშნავ დღეს რო საქართველოში ვარ, მინდა ყველას მიულოც ეს ღირსშესანიშნავი დღესასწაული გიორგობა და წმინდა გიორგი ფარავდეს ყველას. მინდა რომ გამარჯვებული იყოს ჩვენი ქვეყანა, გახარებული იყოს, მშვიდობა იყოს, სიმღერა იყოს, ყვავილი იყოს, გასაქმებული იყოს და ერთმანეთის ნახვა უხაროდეთ. საქართველო გაიმარჯვებს ეს მჯერა ამ შემართებით ვიმით ჩვენ დღეიდან ყველა აქ ახალი ვარსკვლავი ენთება ზაგამარჯვებების დაგვებედება. ხუთოსნების ჰიმნი რეპერის რეჩიტატივით. ლექსენის ცნობილი ფრაზა ჩემი ძმა, ჩემი მიშა ავტორს უხერხულობაში ახლაც არაგდებს. არადა პოზიციის შეცვლა მისთვის ყველაზე მოხერხებული იყო. გამომდინარე ჟანრიდან ჰიპ-ჰოპ. მიშა ის შენი ძმა? ჩემი ძმა რა თქმა უნდა. კარგი ძმები არ ჩვენებია. არ იყრება. ყველა ჩემი მეგობარი აქ არის და მეც მათთან ერთად ავიღე. მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და სადაც ხედავ საქართველოს გაფრთხილებას და მომავალს მე ყოველთვის იქ ვარ. მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით. ცნობილი სახეებიდან ზუმბა თავისი სათქმელით მივიდა. კიბის საფეხურზე ჩამომჯდარმა საგანგებოდ ამ შემთხვევისთვის მომზადებული მანიფესტი ხან ლექსად და ხან სიმღერით თქვა. როგორც არასდროს ისე გჭირდება ერთობა გამარჯვებისკენ გზა გაგვინა თემზეო. დღეს პოზიციის არ ქონა არის ყველაზე დიდი დანაშაული ალბათ. ინდიფერენტულობა და მხოლოდ სახლში ტელეეკრანებიდან ყურება ამ ყველაფრისა, რაც ჩვენს თავს ხდება. ძალიან ლამაზი დღესასწაულია. რაც შეეხება ჩვენც აი ამ ბოლო ესე ვთქვათ გიორგობას, ესე ვთქვათ მაინც დაკავშირებული არის აი ამ ძალიან ბევრ ესე ვთქვათ პოლიტიკურ მოვლენებთან და ნუ შესაბამისად ჩვენ გვიწევს ესე ვთქვათ სამუშაო რეჟიმში ყოფნა, იმიტომ რომ მუშაობთ ყოველთვის გვაქვს კონცერტები. კარგია, როცა სამუშაო რეჟიმი ასეთ რეაქციას იწვევს. მიხარია რომ სოხუმს ვიბრუნეთ მალე და იმიტომ ვარ თაკა ზეიმი არის გამარჯობა აფხაზეთო შენი. ჩემი მუდმივი პოზიცია და მე მინდა რომ ყველა აიღოს ეს პოზიცია ჩემგან ჩემმა კოლეგებმა ჩემმა საახალო რომ მე ვარ ჩემი ხელობით ჩემი სპეციალობით ვარ შემრიგებელი ამ ადამიანებთან და ეს მედიცინასთან ახლოა და მე ფიქრობ რომ მე ცოტა ექიმის ვარ. დღეს ხმები საუკეთესო ქართულმა ხმებმა გაშალეს. მაშინ კი ყველა უნისონში იყო. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ზუსტად ამ დღეს, ზუსტად 4 წლის უკან. ბოლო
ასე ვთქვათ, გამომსვლელი ვიყავი მე და ზუსტად რამდენიმე წუთში გამოაცხადეს, რომ დაუშვით წინა მთავრობა გადადგა და აი ყველაფერი დამთავრდა და დაიწყო ახალი. მე ყოველთვის ვარ იქ, სადაც არის ხალხი. 4 წლის წინ კარგად მახსოვს რომ ვიყავი ქაშუეთის ეკლესიასთან და ზუსტად აი იმ ტერიტორიაზე ვიყავი ტაძარში და მე მახსოვს რომ ადამიანების სახეები იყო ძალიან ბედნიერი, ყველა იყო ძალიან ბედნიერი. ყველაზე მაღალ ტრიბუნას ქვეყანაში ვინ დაიკავებს 5 იანვარს გავიგებთ. სურველი აშკარად ბევრია. ვარდების რევოლუციის მეოთხე წლისთავზე საქართველოში პოლონეთსა და ლიტვის პირველი პირები იმყოფებიან პირისპირ შეხვედრების შემდეგ სამი პრეზიდენტის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ლეხ კაჩინსკი და ვალდის ადამკუსი დღეს განსაკუთრებით აღნიშნავდნენ იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში ვითარდება პრეზიდენტებმა 5 იანვრის არჩევნებზეც გააკეთეს კომენტარი და აღნიშნეს, რომ ბოლო დღეებში ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა დემოკრატიაზე. პრეზიდენტების ბრიფინგს ნატო მახვილაძე ესწრებოდა და ის პირდაპირ ეთერში საუბრობს. ნატო გისმენთ. პროტოკოლით გათვალისწინებული შეხვედრა პრეზიდენტების რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბუნებრივია ვარდების რევოლუციის 4 წლის თავის აღსანიშნავად ჩამოსული პრეზიდენტები საუბრობდნენ საქართველოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, თავად საქართველოს პრეზიდენტი კი აქცენტს დღეს მათ მეგობრულ ჟესტებზე აკეთებდა. მე მინდა ყველამ გავიაზროთ რამხელა მხარდაჭერის ჟესტია, როცა პრეზიდენტის კაჩინსკის სამშობლოში დღეს ამტკიცებენ პარლამენტში ახალ მთავრობას. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დღე პოლიტიკურ კალენდარში პოლონეთში. თუ მთავარი არა წლევანდელ პოლიტიკურ კალენდარში. მან ყველაფერი დატოვა და ჩამოვიდა აქ ჩვენდამი მხარდაჭერის გამოსახატავად, ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატავად. მე მგონი ჩვენ ამას არასოდეს არ დავივიწყებთ, არც ახალ და არც მომავალში. მე ვიცი დღეს დილას პრეზიდენტ ვალდას ადამკუს დღეს აქვს ლიტვაში ნაციონალური დღე, არმიის დღე, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნაციონალური დღესასწაული. და ვალდას ადამკუსმა შუა დღესასწაულში მიატოვა თავის ქვეყანა და ჩამოვიდა ასევე მხარდაჭერის გამოსახატავად იმ პირობებში, როცა გუშინ მე საიდუმლოს გეტყვით თვითმფრინავიც კი ოფიციალურ თვითმფრინავიც გამოვიდა წყობრიდან და მიუხედავად ამისა ახალი თვითმფრინავი და რამდენად ვიცი პოლონელებიც კი აგზავნიდნენ თვითმფრინავს იქ, მაგრამ ახალი თვითმფრინავი იქნა მოპოვებული და მიუხედავად ყველაფრისა, ვალდას ადამკუსი ჩვენი მართლაც ხმალამოღებული დამცველი თელ ევროპაში და მსოფლიოში. ლიტვა არავის არც ერთ სიტყვას არ არჩენს საქართველოზე. მე მინდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მქონდა 80-იან წლების ბოლოს 90-იან წლების დასაწყისში ეს ლოზუნგი თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის. თუ კი ვინმე იბძვის დღეს ჩვენი თავისუფლებისთვის, ეს არის ლიტვა, ჩვენი თავისუფლებისთვის, ესე იგი ლიტვას და ლიტვის თავისუფლების დასაცავად და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის გადარჩენით გვერდზე დაუდგეთ ჩვენ პარტნიორებს და ჩვენ მეგობრებს. ლიტველების სახელით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. თავისუფლებასთან ერთად ყოველთვის მოდის პასუხისგებლობა, რომელიც ყველამ თანაბრად უნდა შეასრულოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული და თავისუფალი ხალხის სიაში და ქართულმა ხალხმა ისარგებლოს ყველა ამ უფლებით. რაც მოხდა, იმან შექმნა ეჭვი. გარკვეული ზიანიც კი იყო მოტანილი, მაგრამ ვარ ოპტიმისტი და მჯერა, რომ ყველაფერი ეს გაკეთდა კეთილი სურვილიდან გამომდინარე. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ საქართველო ნამდვილად სარგებლობს დემოკრატიის თავისუფლების სურვილით და მან ამ გზით სვლა უნდა გააგრძელოს. ამ ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი თავის მომავალთან დაკავშირებით და აქ იმიტომ ვარ, რომ დამცველი ვარ ამ პრინციპების, რომელიც გვაქვს. ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებს. მივაწვდი ხმას ევროკავშირის სხვა ქვეყნებს საქართველოს წარმატებების შესახებ. მინდა გისურვოთ ყველაფერი კარგი. მე მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი ოპოზიციის წარმომადგენლებს. ჩვენ შორის გამართული საუბრები მიანიშნებს იმაზე, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მნიშვნელოვანი და სერიოზული გადაწყვეტილება იყო. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რადგან მოსახლეობა თვითონ მიიღებს მონაწილეობას თავისი ბედის გადაწყვეტაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო წარმატებით გაივლის ამ მნიშვნელოვან გამოცდას. პოლონეთი მზად არის დაგეხმაროთ ყველანაირად. მე უთხარი პრეზიდენტს და ოპოზიციას, რომ ძალიან ბევრი რამ ხალხზეა დამოკიდებული და მათ მერავინ ჩაანაცვლებს. მხოლოდ მათ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ვუსურვებ წარმატებას თქვენს ქვეყანას. დღესვე ევროპელმა ლიდერებმა შეხვედრები გამართეს ნინო ბურჯანაძესთან, ასევე ახალ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესთან. საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, მართლაც როგორც პრეზიდენტმა თქვა, ხმალაღებულები ფრონტის წინა ხაზზე, დიპლომატიური ფრონტის წინა ხაზზე ჩვენთან ერთად იბრძვიან და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ძალისხმევის შედეგად, იმის შედეგად, რომ საქართველოს ძალიან ღია საგარეო პოლიტიკას ატარებს, ძალიან გამჭვირვალე საგარეო პოლიტიკას ატარებს, ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ მარტო არა ვართ. და ეს არის გზავნილი კიდევ ის, რომ საქართველოს რაც არ უნდა გაუჭირდეს მისი მეგობრები, ნამდვილი მეგობრები გვერდზე დაგვიდგებიან. ჩვენ გვყავს ნამდვილი მეგობრები, რომლებიც არასოდეს არ მიატოვებენ საქართველოს და რომლებიც გვერდით უდგანან საქართველოს რთულ დღეებში და მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში და ყველაფერს გავაკეთებ პირადად მეც და დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანი, ვისაც მართლა ამ ქვეყნისთვის წინსვლა და წარმატება უნდა, იმისათვის რომ ბატონი ადამკოსისნაირი ადამიანები საქართველოთი არ იყვნენ იმედგაცრუებულნი და რომ ჩვენ ნამდვილად მართლაც ყველას დავანახოთ, რომ მიუხედავად სირთულებისა, ეს ქვეყანა არის დემოკრატიული, ეს ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიულ წინსვლას, ჩაატარებს ნორმალურ არჩევნებს და მართლაც იქნება ნორმალური და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც აფასებს მისი მეგობრების მხარდაჭერას და რომელიც ასევე მისი მეგობრების გვერდით იქნება. მადლობთ. დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა ვალდას ადამკუს გადასცა წმინდა გიორგის ორდენი, თუმცა დღის პირველ ნახევარში იგივე ორდენით მან დააჯილდოვა ასევე მისი პოლონელი კოლეგა ლეხ კაჩინსკი. ეს მოხდა პრომეთეს ახლად გახსნილ ძეგლთან. ლეხ კაჩინსკი სულ რამდენიმე საათში დატოვებს საქართველოს, რაც შეეხება ვალდას ადამკუს, ის სამშობლოში ხვალ გაემგზავრება. მადლობთ ნატო, პირდაპირ ეთერში ნატო მახვილაძე საუბრობდა. ლეხ კაჩინსკი დღეს ქაშვეთის ეკლესიაშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად წირვას დაესწრო. დღეს გიორგობა ადამიანთმადებელი ეკლესია და მრევლი წმინდა ძლევამოსილი გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძარში წირვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორე მაღავლინა. ტაძარში დილიდან უამრავი მორწმუნე იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ოპოზიციის წევრები. წირვაზე მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პირველი ლედი მივიდნენ. წმინდა გიორგი ზანდება სიმბოლო გამარჯვებისა. წმინდა გიორგი საუკუნეების მანძილზე ეხმარებოდა საქართველოს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წმინდა გიორგი მუდამ ჩვენთან იქნება. ლეხ კაჩინსკის დღეს დატვირთული გრაფიკი ქონდა. პოლონეთის პრეზიდენტი ქართულ ოპოზიციასაც შეხვდა. საქართველოს შექმნილი ვითარება, ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის საკითხი და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. ამ თემებზე ოპოზიციის წარმომადგენლები ლეხ კაჩინსკისთან საათზე მეტი საუბრობდნენ. პოლონეთის პირველ პირთან შეხვედრისთვის ერთიან ეროვნულ საბჭოს დღეს ლეიბორისტების ლიდერიც შეუერთდა. 7 ნოემბრის შემდეგ შალვა ნათელაშვილი დღეს პირველად გამოჩნდა ეროვნული საბჭოს წევრების გვერდით. ერთმანეთს დაშორებული ოპოზიციის თავშეყრის მიზეზი პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გახდა. ოპოზიციის ლიდერები ლეხ კაჩინსკის საათზე მეტხანს დახურულ კარს მიღმა ხვდებოდნენ. ძალიან დეტალებში დაინტერესდა იმითი თუ რა მიიყვანა ქვეყანა ასეთ კრიზისამდე და რამ გამოიწვია მოსახლეობის ასეთი დიდი რაოდენობით ქუჩაში გამოსვლა. ჩვენ ცხადია ვისაუბრეთ ამის მიზეზებზე და მესამე ნაწილი ეს იყო უკვე მომავლის ხედვა. რამდენ შეძლებს და როგორ შეძლებს მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცნობილია რომ ბატონი კაჩინსკი არის უაღრესად პატრიოტული კაცი და ის სიმართლეს თვალს გაუსწორებს, არ დამალავს და ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ სწორედ პოლონეთი ჩაერთვება ამ საქმეში. ოპოზიციის მხრიდან დაყენებული ყველა საკითხის მიტანას ლეხ კაჩინსკი პრეზიდენტ სააკაშვილამდე აპირებს. ჩვენ რასაკვირველია, ყველა პრობლემა, ასე ვთქვათ, წამოუწიეთ. მათ შორის პირველ რიგში დამოუკიდებელი მედია სივრცე და ყველა მედია საშუალების გახსნა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ტელეიმედი. და მან თქვა, რომ აქ ეს საკითხი დგას ძალზე სერიოზულად. ილუზია იმის, რომ გარედან ვიღაცა რაღაცას ზეწოლას მოახდენს, ეს რა თქმა უნდა არ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეცდებიან, რომ ყველანაირად თავიანთი რჩევები მიცენ ჩვენს ხელისუფლებას. ოპოზიციამ კაჩინსკის ევროპელი კოლეგების საქმის კურსში ჩაყენებას თხოვა. ლეხ კაჩინსკიმ 7 ნოემბრის მოვლენების შეფასებას მოისმინა ოპოზიციის მხრიდან და თხოვნაც დასავლეთმა თვალი მიადევნოს მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას. ეს არის ძველი ტრადიციების ქვეყანა, ეს არის ძველი მეგობარი საქართველოსი ძალიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონელებისთვის და ბუნებრივია მათი პრეზიდენტისთვის არ არის სულ ერთი რა პროცესები მიდის საქართველოში. ორი მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელი ჩამოსულია იმ ძიმე სიტუაციის შესასწავლად, რაც შექმნა სააკაშვილის მიერ საკუთარი ხალხისათვის ქიმიური ომის გამოცხადებამ
და ამ შესწავლის შედეგებს ისინი მოახსენებენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას და ჩვენს დასავლეთელ მეგობრებს. შეფასებები არც მედიასთან გააკეთა და არც ოპოზიციასთან. პოლონეთის პრეზიდენტმა თბილისი უკვე დატოვა. ინგა გრიგოლია ტელეკომპანია იმედწოვებს, ამის შესახებ დღეს ხდება ცნობილი ტელეწამყვანი არც ერთ ტელევიზიაში არ გადადის სამუშაოდ, იგი გადაცემებს TBC TV სტუდიაში Prime Time-თან ერთად მოამზადებს, რომელიც სხვადასხვა ტელეარხზე გავა. პირველ ინტერვიუს ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტთან ჩაწერს, უკვე არსებობს შეთანხმება, რომ ეს გადაცემა რუსთავი 2-ზე გავა ეთერში. მე არ გადავდივარ რუსთავი 2-ში, არ გადავდივარ არც ერთ სხვა ტელევიზიაში, არ ვაპირებ რომ გავხდე ამა თუ იმ ტელევიზიის სახე. მე ვაპირებ რომ დავიწყო თანამშრომლობა ჩემს მეგობრებთან, ვისთან ერთადაც საერთოდ დავიწყე ტელეჟურნალისტიკა. ეს ადამიანები არიან თაკო ფხაკაძე და ლევან ყუბანეიშვილი. ანუ დამოუკიდებელი სტუდიიდან მოვამზადოთ ესა თუ ის პროექტი, პოლიტიკური პროექტები ცხადია, რომელიც გავა რომელიმე ტელეკომპანიის ეთერში. ეს იქნება რუსთავი 2, ეს იქნება მზე, ეს იქნება კავკასია თუ იმედი, რომელიც იმედი მაქვს რომ ძალიან მალე აღდგება. მე გეუბნებით რომ მე წამოვედი და მე მივდივარ თქვათ დამოუკიდებელ სტუდიაში, რომელიც მაძლევს სრულ გარანტიას რომ მე ყველა გადაცემაში მესხდება ორივე მხარე. ჩემი ყველაზე მთავარი ხიბლი ამ პროექტს რომ დავთანხმდი იყო გარანტია იმისი რომ ორივე მხარე იჯდება გადაცემაში. ეს არის ყველაზე საოცნებო დღეს ჩემთვის, იმიტომ რომ წელიწად ნახევარი მე მიწევდა ცალკარში თამაში. მე ძალიან მინდოდა რომ ინტერვიუ გამეკეთებინა საქართველოს პირველ პირთან მიხეილ სააკაშვილთან. მე მას შევთავაზე ინტერვიუს გაკეთება უკვე აი ამ პროექტის ფარგლებში და დღეს მართალი გითხრათ არ ველოდი თუ მე ვიღებდი ამ პასუხს. დღეს მივიღე პასუხად თანხმობა. ანუ ჩვენ ხვალ მიხეილ სააკაშვილისგან ავიღებთ ინტერვიუს, ეს იქნება ერთჯერადი პროექტი ალბათ, ყოველ შემთხვევაში ესე ნაჩქარევად გაკეთებული და მე მაინტერესებს რა სიტყვის მიხეილ სააკაშვილი იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში იქცა ბოლო პერიოდის მთავარ პრობლემად. ერთს კვირდებით დავიწყებ იმედის დარბევით და დავასრულებ სანდრო გირგულიანის თემით. მე მივდივარ სხვაგან იმიტომ, რომ მე დავრჩე ბოლომდე ჟურნალისტად. მე არასოდეს არავის არ ვუკმევ არც ხელისუფლებას და არც ერთ მფლობელს, არც ოპოზიციას სხვათა შორის რა. გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვები, ამასაც გეტყვით იგივე ოპოზიციაში, რატომ, როგორ. მე მინდა ყველას უთხრა, ნუ ეძებთ ქვეტექსტებს, მე მაქვს იმის პრეტენზია, რომ მე ვარ ჟურნალისტი და მე ყოველთვის გამოვიყენებ ყველანაირ საშუალებას რომ ვაკეთო ყურებადი გადაცემები. მე რომ მოვდივარ, ეს არის უკვე რაღაცებზე რა ჩემი პასუხი, თუნდაც იმაზე რომ მე მომენატრა ვაკეთო დებატები და მე ვიცი ერთი რომ ჟურნალისტები არ უნდა გადაყვნენ პოლიტიკურ პროცესებს. ჩემი, თქვენი და ყველა ჟურნალისტის მთავარი მისიაა, ჩემი აზრით რომ როგორ მე ავერიდოთ პოლიტიკურ თამაშებს და როგორ მე აი ამ თამაშებში გამოვიდეთ როგორც ჟურნალისტები. ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით სამაგებო განცხადებას აკეთებს EUTHO-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში მიკლოშ ჰარაშტი უკვე შეხვდა როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ჰარაშტი გუშინ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას ესაუბრა. EUTHO-ს წარმომადგენელი რეკომენდაციით მიმართავს ქვეყნის მთავრობას და აცხადებს, რომ იმედის მაუწყებლობა სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნებამდე განახლდება. იმედის გენერალური დირექტორი კი 25 ნოემბრის რიყეზე დაეგმილი ეროვნული საბჭოს აქციას ეხმაურება. როგორც ცნობილი, აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის აღდგენა იქნება. ლუის რობერტსონის განცხადებით ტელეკომპანია იმედს ამ აქციასთან კავშირი არ აქვს. მე ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. პირველი განსახილველი საკითხი ტელეიმედის დახურვა და საქართველოში მედიის თავისუფლებაა. EUTHO მიესალმება მთავრობის ზადყოფნას იმედის საკითხი უახლოეს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოაგვაროს. იმედი ჩართული არ ყოფილა ნოემბრის აქციებში. ის ფაქტი რომ ამ პროცესებს ოპოზიცია მართავდა ჩვენთვის მისაღებია, რადგან ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ტელერადიო იმედს ამასთან არანაირი შეხება არ ქონია. მე მინდა წარმატება უსურვო როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას. ტელეიმედს კი არანაირი კავშირი არ აქვს 25 ნოემბრის აქციასთან. კურიერი პირდაპირ ეთერში ბრუნდება, როგორ დაიწერა საქართველოს უახლესი ისტორია 2003 წლის 23 ნოემბერს დღიანმა ვნებათა ღილვამ პიკს მიაღწია რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან 10,000-ობით ადამიანი დგას. თბილისში უკვე იმყოფება რუსეთის უშიშროების მდივანი. ხალხის ნაწილი საღამოს ქრწანისის რეზიდენციასთან ინაცვლებს. ტრიუმვირატი კი პრეზიდენტთან კიდევ ერთ მოლაპარაკებას მართავს. ცოტა ხანში ცნობილი ხდება ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილება. გადმედიხართ ბატონო პრეზიდენტ. სახში შევარდნაძის სახლში წასვლამდე ნოემბრის 20 დღე იყო. ყველაფერი ორში არჩევნების შედეგების გაყალბებით დაიწყო.
ოპოზიციამ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. ყველაზე დაძაბული 22 ნოემბერი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილისა და ედუარდ შევარდნაძის მომხრეებს ავტობუსების კორდონი ყოფდა. პარლამენტის შენობაში ახალი მოწვევის პარლამენტი გაყალბებული არჩევნების შედეგების დაკანონებას ცდილობდა. თუნდაც მოთხოვნა გადადგეს პრეზიდენტი. პრეზიდენტი გადადგება კონსტიტუციის დაცვით, კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად. ოპოზიციის კოლონა სახელმწიფო კანცელარიიდან პარლამენტისკენ დაიძრა. ბოლო კორდონი, რომელიც იყო პარლამენტთან, კორდონს იცავდა ხაშურის რაიონის პოლიცია და პოლიციის უფროსი. ეგრეთ წოდებული რემბო, რომელთანაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მთელი წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. ეს კორდონი ჩვენ გავარღვიეთ. პოლიცია და ჯარი ოპოზიციას გზას უთმობდა. თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, რომლებმაც დაიცავით თქვენი და ერის ღირსება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. ისეთ გახურებული ვიყავი ამ რევოლუციის დროს, რომ გამოვდიოდი, მე შემნიშნე, რომ ერთ ფეხსაცმელი არ მეცვა. ანუ სახში მომიწია გაქცევა, როგორც კი ასე თქვა და კარგით ფეხსაცმელი. აი შესulis დროს მას ადავკარგი არ მახსოვს, იმიტომ რომ ნამდვილად რომ დამთადა და დავწყავე და დამშვიდით, ფეხსაცმელი არ მეცვა. გია ნაცვლიშვილი საკუთარ ფეხსაცმელს ეძებდა რუსთაველის პროსპექტზე კი ყველას ვისაც ფეხსაცმელი ეცვა, უკან მოუხედავად გარბოდა. კორდონი გაიხსნა და მიტინგი გაერთიანდა. ყველაზე ამახელებებელი იყო ის მომენტი, როდესაც ავტობუსები გაიწია მოედანზე და ჩვენ შევედით და დავიძარით პარლამენტისკენ, მივირბოდით და უცნობი ადამიანები გვხვდებოდნენ და ისინი კოცნიდნენ ერთმანეთს. მე არ მიყვარს გახსენება ერთი რომელიმე ეპიზოდის. ერთადერთი რამე მინდა თქვა, რომ ყველას უნდა მიუწოდოთ გიორგოვა მთელ საქართველოს დიდი პასუხისგებლობის დღე არის. დღეს ისევე როგორც ჩვენ ყველას გვაქვს ერთი დიდი განცდა, დიდი პასუხისგებლობის. ერთი ნაწილი, ვინც მაშინ მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა, დღეს მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩნდა. ვარდების რევოლუციის დროს ქართველი ხალხი ითხოვდა ერთს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს კანონიერი გზით არჩევნებით. 2007 წელსაც ხალხმა იგივე მოთხოვნა დააყენა, რომ პარლამენტმა თავისი 4 წლიანი ვადა ამოწურა და არჩევნები ჩატარდეს და არჩევნებით შეიცვალოს ხელისუფლება. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ არის ძალიან დიდი იმედგაცრუება, იმიტომ რომ რევოლუციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უღალატა ყველაფერს იმას, რისთვისაც მაშინ ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ საქართველო არის ზუსტად იგივე მდგომარეობაში იმ კრიზისში, რაშიც დატოვა შევარდნაძემ. ეს იყო ძალიან სერიოზული ეტაპი საქართველოს ცხოვრებაში, ბუნებრივია ჩვენ უნდა გადაგველახა ის ღობე, რომელსაც წარმოადგენდა შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი, მე ვიდექი კანცელარიასთან, ერთ-ერთი ასე ვთქვათ ავტორი ვიყავი იმის, რაც მოხდა. 22 ნოემბრის ხმაურიან დღეს შედარებით მშვიდი, მაგრამ გადამწყვეტი ღამე ჰქონდა. Почему кто-то должен учить Грузию? Грузия должна учить других. И мы будем за эту Грузию бороться. Сердца хотели, а я махал Сакартвелу. Дамит Негобрев, Пагони Иванович Сапис. 23 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე სახლში წავიდა და ხელისუფლებაში ვარდების მთავრობა მოვიდა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი საჯარო ასრულების დაწესებულებები დღეს ერთდროულად 7:72-მა უკვე ყოფილმა პატიმარმა დატოვა მჯარდებულები მთლიანად გათავისუფლდნენ დარჩენილი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან შეწყალებულთა სიაში იმ კატეგორიის მჯარდებულები მოხდნენ, რომლებიც სუბუქი დანაშაულის იყვნენ გასამართლებული ამ პირველად იხდიდნენ სასჯელს. შეწყალებულთა შორის 21 ქალი და 25 არასრულსლოვანია. მე მქონდა გამაინც დღეს მითხენ რა გიშოვენო სახში და მაგარ გამისწორდა ესე თქვა. რამდენი მქონდა მაშინ? 5.5 მქონდა. და რამდენი წელი გაჩუქეს? 3 წელი და 9 წელი მაჩუქეს რა. ესე თქვა. დილიდან აქნობამდე აი სულ მთლად სველი სიცხიანი ვდგევარ და ველოდები. ძალიან მოხარული ვიქნები ყველასი, რომ
გამოვიდეს, ოღონდ გამოვიდეს. რა ვერ სიტყვებიც არ ყოფნის, რა ვთქვა, არ ვიცი. ეს არის თავისი მასშტაბით მართლაც უპრეცედენტო აქტი, 772 პატიმარს შეეხო დღეს შეწყალების აქტი. ამდაგვარი აქტი ყოველ შემთხვევაში უახლოეს ისტორიაში მე პირადად არ მახსენდება და ალბათ არ ვცდები იმის თქმით, რომ ეს მართლაც უპრეცედენტოა ამ მხრივ. 5 საათიანი განხილვის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პარტიის 7 აქტივისტი დაახლოებით ღამის 2 საათზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. რეხვიაშვილი, სიხარულიძე, კუბლაშვილი, ბეზაშვილი, ეფიმოვსკი, როსტიაშვილი და კვარაცხელია იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ტროტუარზე წარწერებს აკეთებდნენ. ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერი. ახალგაზრდებს წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობისთვის წაუყენეს ბრალი. ამ შემთხვევაში და რა ვიცი, ეხლა პროსტა აღელვებული ვარ ძალიან, იმიტომ რომ ძალიან გამიკვირდა ესეთი გადაწყვეტილება. განჩეს ველოდებოდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმდენად უსაფუძვლო იყო და იმდენად სასაცილო იყო ეს ყველაფერი, ოქმი, რომელიც შევნახეთ და მასალები, რომელიც საქმეს დაურთეს, რომ შეუძლებელი არის რაღაცები, სადაც ან სასამართლო ხელისუფლების პირობებშიც კი სხვა გადაწყვეტილებები არ გამოდის. ბორის ბერეზოვსკი საქართველოს პრეზიდენტად თავის მეგობარს ბადრი პატრაკაჩვილს ხედავს. ბიზნესმენს მიაჩნია, რომ პატრაკაჩვილი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. მისი აზრით, პატრაკაჩვილი დემოკრატია და მას დემოკრატიის ძალა და სისუსტეები კარგად ესმის. მის მიერ დასავლურ ქვეყნებში მიღებული გამოცდილება კი საქართველოსთვის შეუფასებელი იქნება. რაც შეეხება საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, ბერეზოვსკის განცხადებით, სააკაშვილის დრო უკვე წავიდა. ბიზნესმენის მტკიცებით, სააკაშვილს პუტინი მოსწონს, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში მონური ხელისუფლების ხალხი არ ცხოვრობს და ამ ხალხს შეუძლია ხელისუფლებას რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს, აცხადებს რუსეთში ძებნილი ოლიგარქი. ბორის ბერეზოვსკის მოსკოვი ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს და ლონდონიდან მის ექსტრადირებას რამდენიმე წელია ითხოვს. ბიზნესმენს ამ ბრალდებების გარდა პუტინის ხელისუფლების დამხობის მცდელობასა და ოპოზიციის დაფინანსებაში ადანაშაულებენ. ახალი მემარჯვენეების პრეზიდენტობის კანდიდატი ქართლში წმინდა გიორგის სახელობის გორიჯვრის ეკლესიაში იმყოფებოდა. მომლოცველთა სიმრავლის მიუხედავად დავით გამყრელიძეს დღეს პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. მისი თქმით, უნდოდა ისეთ ადგილზე ყოფილიყო, სადაც რევოლუციური მუხტი ნაკლებად იქნებოდა და ლოცვასა და სანთლების დანთებას შეძლებდა. მე დღეს ამოვედი აქ აი ამ გორიჯვრის ეკლესიაში, იმიტომ რომ ამას მართლა ძალიან დიდი ძალა აქვს, ძალიან დიდი ტრადიცია, ეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და მე მინდოდა რომ სადმე ისეთ ადგილას შევხვედროდი გიორგობას, სადაც ნაკლები იქნება რევოლუციური მუხტი და იქნება საშუალება რომ მშვიდად სანთელი აანთო და იულოცო შენ თავსაც და ყველას წმინდა გიორგო. ეკლესიაში მისვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეკლესიის გულშემატკივრები ვართ. ეკლესიაში მისვლა არის ჩვენთვის გამოთხოვა ღვთისაგან წყალობისა და ღვთისწყალობა ყველა ჩვენთაგან სჭირდება ყველა ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა ის ვინ იქნება, პატარა ბავშვები არიან თუ დიდი თანამდებობის პირები. შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. ლეიბორისტების ლიდერი პრეზიდენტს მოუწოდებს არ მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და საარჩევნო ბიულეტენიდან თავისი გვარი თავადვე ამუშალოს. ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა სახელმწიფო კანცელარიის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მე მოუწოდებ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში 48 საათში გადადგეს, დატოვოს კაბინეტი, აიკრიფოს გუდანაბადი და უარი თქვას პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი გვარის შეტანაზე ბიულეტენში, რადგან ეს იქნება ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, ეს იქნება ქიმიური იარაღით მოწამლული ჩვენი მოსახლეობის კიდევ ერთი შეურაცხყოფა.